ჩვენი რუბრიკის წამყვანი ონკოლოგი მარიამ კუხალაშვილი და მეცკრიპტუმის გუნდი განვაგრძობთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ნახეთ მარიამის ძალიან საინტერესო რუბრიკა, ჩვენ კი მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით. მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ ქალთა ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ეს არის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი. საშვილოსნოს ყელის კიბო ეს არის დაავადება, რომლის პრევენცია და ადრეული დიაგნოსტიკა შესაძლებელია ვაქცინაციისა და სკრინინგის საშუალებით. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვის ეკუთვნის სკრინინგი, რა პროცედურებს გულისხმობს და როგორ შეუძლია ამ გამოკვლევას ქალთა სიცოცხლის გადარჩენა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი ეთერ კიღურაძე და თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი ქალბატონი ლელა სტურუა. რაც გულისხმობს საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი და ვისთვის არის ის რეკომენდებული საქართველოში? სკრინინგი ზოგადად არის ჯანმრთელი მოსახლეობის გამოკვლევა იმ ეტაპზე, როდესაც მათ არაფერი აწუხებთ, არ არის სიმპტომი, არ არის ჩივილები. თვითონ საშვილოსნოს ყელის სკრინინგი მოიცავს პირველად პაპ ტესტს ან HPV ტესტს და შემდეგ გაღრმავებულ კვლევებს და უფასოა 25-დან 60 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქე ქალბატონებისთვის. რა განსხვავება პაპ ტესტსა და HPV ტესტს შორის? პაპ ტესტი გამოავლენს საშვილოსნოს ყელის უჯრედოვან დაზიანებას. რაც შეეხება HPV ტესტს, ამ შემთხვევაში ხდება ადამიანის პაპილომა ვირუსის დეტექცია ორგანიზმში გამოვლენა. ორივე გამოიყენება სკრინინგულ ტესტად, თუმცა 25-დან 30 წლამდე რეკომენდებულია პაპ ტესტირების ჩატარება და 30 წლიდან ზევით ტარდება HPV ტესტირება. ამას თავისი მიზეზი აქვს, რადგანაც ადამიანის პაპილომა ვირუსი ორგანიზმში არსებობს ახალგაზრდა ასაკში, როდესაც მას შეუძლია თვით ელიმინაცია განიცადოს, ამიტომ ჰიპერდიაგნოსტიკის და დამატებითი არასაჭირო კვლევების თავიდან ასაცილებლად, ზედმეტი შფოთვის თავიდან ასაცილებლად არ არის რეკომენდებული 30 წლამდე მისი ჩატარება. 30 წლიდან უკვე ტარდება ეს აღნიშნული ტესტი. საშვილოსნოს ყელის სკრინინგი, როდესაც ტარდება პაპ ტესტირების მეთოდით, ამ შემთხვევაში სარეკომენდაციო ვადა შემდეგ რაუნდზე არის 3 წელი, ხოლო HPV ტესტირების შემთხვევაში 5 წელი. ეს როდესაც პირველად ტესტში ნორმა იქნება დიაგნოზში, თუმცა თუ რაიმე ცვლილება გამოვლინდა, პაციენტი დაბარებული იქნება ვადაზე ადრე. ქალბატონო ლელა, საქართველოში სკრინინგი დაიწყო 2008 წლიდან. 2008 წლიდან 2024 წლამდე სკრინინგის პირველი არჩევის მეთოდი იყო პაპ ტესტი. ეს მიდგომა შეიცვალა 2024 წლიდან ქალბატონებში 30-დან 60 წლამდე. რა სამედიცინო მტკიცებულებებს ეფუძნება ეს ცვლილება, კონკრეტულად გულისხმობ HPV ტესტირების შეცვლას პაპ ტესტის? უკანასკნელ წლებში დაგროვდა ძალიან ბევრი მონაცემი, სხვადასხვა კვლევები, რომლებიც ჩატარდა მულტიცენტრული კვლევები ნიდერლანდებში, შვედეთში, იტალიაში, რომელთა მეტაანალიზმაც მოგვცა იმის მტკიცებულება, რომ პაპ ტესტზე ბევრად უფრო ეფექტური გახლავთ HPV DNM ტესტის გამოყენება და სწორედ ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით რეკომენდაცია მიცა, რომ ნომერი 1 სასკრინინგო ტესტი იყოს HPV DNM ტესტი 30 წლის და მეტი ასაკის პოპულაციაში. ამასთანავე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს ეგრეთ წოდებული საუკეთესო შენაძენი ინტერვენციების პაკეტი, რომელიც ეფექტურია მთლიანად არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და კონტროლისთვის და შარშან გამოქვეყნდა უკვე სწრაფი შენაძენი, ანუ 5 წელიწადში, რომელიც გვაძლევს შედეგს. HPV დადებითი ტესტი ნიშნავს თუ არა, რომ ქალბატონს აქვს კიბო? ცალსახად პაპილომა ვირუსის არსებობა არ ნიშნავს კიბოს განაჩენს, იმიტომ რომ როგორც ქალბატონმა ეთერმა უკვე აღნიშნა, ადამიანის პაპილომა ვირუსი ძალიან თითქმის უმრავლესობას როდესღაც გვაქვს ცხოვრებაში.
როგორც კვლევები აჩვენებს, სქესობრივად აქტიურ მოსახლეობაში დაახლოებით 80-95%-ს ქონია როდესმე პაპილომავირუსი და უმრავლეს შემთხვევაში ეს 1 წელიწადში, 2 წელიწადში თავისით გადის ორგანიზმიდან. ის რომ არსებობს ვირუსი, ეს მიგვანიშნებს, რომ არის რისკი, რომ შემდგომში შესაძლებელია განვითარდეს საშუალოსნოს ყელის კიბო, მაგრამ ეს ცალსახად არ ნიშნავს, რომ აქ არის რაიმე დაავადება. შემდეგში ეს მოითხოვს დამატებით გამოკვლევებს და ზოგადად პაციენტის ინდივიდუალურ შეფასებას. ქალბატონო ეთერ, თუ ქალბატონს არ აქვს ჩივილი, როგორიც არის მაგალითად მენსტრუალურ ციკლებს შორის გამონადენი საშოდან, ან მენოპაუზაში სისხლიანი გამონადენი, ან დისკომფორტი მენჯის ხრუში, ტკივილი და ასე შემდეგ. მისთვის ანუ სიმპტომების გარეშე, სიმპტომების არ მქონე პაციენტისთვის რამდენად არის რეკომენდებული სკრინინგი? სკრინინგი არის ზუსტად ესეთი ჯამრთელი მოსახლეობის გამოკვლევა. ჯამრთელს გულისხმობ იმ დაავადებასთან მიმართებით, რასაც ჩვენ ვიკვლევთ და სკრინინგის დროს არ სკრინინგის მოსარგებლე, ასე ვთქვათ, არ არის სიმპტომიანი პაციენტი. სკრინინგის მოსარგებლე არის უსიმპტომო ჯამრთელი ადამიანი, რომელსაც ამ დაავადებასთან მიმართებით არანაირი ჩივილი და სიმპტომი არ გააჩნია. და სწორედ სკრინინგის არსიც ეს არის, რომ იმ ეტაპზე, როდესაც ჯერ კიდევ არ არის პროცესები საერთოდ დაწყებული ან შორს წასული, ამ ეტაპზე მოხდეს გამოვლენა დაავადების ადრეულ ეტაპზე, რაც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავლის საწინდარი შეიძლება გახდეს. HPV ვაქცინირებულებს სჭირდება თუ არა სკრინინგი? HPV ვაქცინაცია გახლავთ უკანასკნელი 10 წლეულების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრევენციული ინტერვენცია, რაც კი გაგვიკეთებია და რისთვისაც მიგვიღწევია. არის აუცილებელი იგივე კვლევებს მოვიშველიებ, რომ შედარებისთვის ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ ადამიანებს შორის, ქალბატონებს შორის 88%-ია რისკი არავაქცინირებულებში, რომ მას განუვითარდება საშუალოსნოს ყელის კიბო, როდესაც ვაქცინირებულებში ეს რისკი არ არის. რა ხდება მაშინ, როდესაც პასუხი არ შეესაბამება ნორმის კრიტერიუმებს და არის ნორმიდან გადახრა? რა შემდგომი პროცედურებია და სკრინინგის ფარგლებში შესაძლებელი აქვს თუ არა ქალბატონებს ეს პროცედურები ჩაიტარონ, მათ შორის სახელმწიფო დაფინანსებით? ნორმიდან ნებისმიერი გადახრა პირველადი ტესტის შეფასებისას შემდგომი მართვა დამოკიდებულია ქვეყანას რა პროტოკოლი აქვს არჩეული, რა მიდგომა აქვს შემდგომი მართვის არჩეული. როგორც ცნობილია, არსებობს სკრინინგი და მკურნალობა და მეორე მიდგომა სკრინინგი, ტრიაჟი და მკურნალობა. მეორე მიდგომის უპირატესობები არის უფრო მეტად დაკონკრეტება და კონკრეტულად იმ ჯგუფის გამოყოფა, რომელიც შემდგომ მკურნალობას საჭიროებს და ჩვენმა ქვეყანამ აი ეს სტრატეგია აირჩია, რადგანაც ამისი რესურსები ჩვენთან არსებობს სატრიაჟე ტესტების და შემდგომ გახმოვებული კვლევების. მიუხედავად უამრავი წინ გადადგმული ნაბიჯისა, როგორია დღეს სკრინინგში ჩართული მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი და როგორია დინამიკა 2008 წლიდან დღემდე. მე როდესაც ამ გადაცემას ვამუშავებდი, რატომღაც ვებგვერდზე მხოლოდ და მხოლოდ 2022 წლამდე მონაცემები არის ხელმისაწვდომი და ამ ესე ვთქვათ მონაცემების მიხედვით დინამიკა 2018 წლიდან დღემდე ფაქტიურად ერთი და იგივეა. აი, რა ხდება 2022 წლის შემდგომ და საერთო სურათი როგორია? რა თქმა უნდა, ინფორმირებულობის დონე გაიზარდა და რა თქმა უნდა, სკრინინგის მოცვაც თანდათანობით იზრდება, თუმცა ნამდვილად არ არის ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვინდა. გარდა ამისა, მე ვახსენე, რომ ორი პროგრამა გვაქვს თბილისის და რეგიონების, რომელსაც ორივეს თბილისის სკრინინგ ცენტრი ახორციელებს. მოცვა თბილისში უფრო მაღალია, მაგალითად 2024 წელს იყო დაახლოებით 24%, ისე რეგიონების შემთხვევაში იყო 12%, ანუ სადღაც 16%.
რეგიონებში მოცვა 2025 წელს გაზრდილია და არის დაახლოებით 21% და ეს ზრდა გამოიწვია იმან, რომ როგორც ვახსენეთ, ინტერვალი 5-წლიანი ინტერვალზე გადასვლამ და გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო თბილისის სკრინინგ ცენტრთან ერთად აქციებს ატარებს ფაქტიურად ყველა მუნიციპალიტეტში ძალიან ინტენსიურია ეს აქციები 2025 წელსაც იყო და ამანაც გარკვეულად გაზარდა მაჩვენებელი და იმედი გვაქვს რომ კი მთავარი ძუძუს კიბოს სკრინინგია ამ აქციების, მაგრამ ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში ასევე ტარდება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგიც პარალელურად და იმედი გვაქვს რომ მოცვა მეტი იქნება, თუმცა მაინც ეს არ გვაძლევს, ანუ ეს აქციებიც ვერ მოიცავს, რა თქმა უნდა, ყველა სამიზნე პოპულაციას, მაგრამ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ინფორმირებულობის დონე და საკომუნიკაციო კამპანიები აუცილებელია, თუნდაც ის შიში რო არ კონდეს ადამიანს, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაზრდილია, მაგრამ კიდევ უფრო არის გასაზრდელი. Მეტომ ბევრი საკითხია გადასაჭრელი იმისთვის, რომ როგორც ქალბატონმა ეთერმა აღნიშნა, საშვილოსნოს ყელის კიბოს და ზოგადად კიბოს სკრინინგის პროგრამები იყოს ეფექტური. 70% უნდა გქონდეს მოცვა. შემდეგ ვიტყვით, რომ ეფექტურია. ამ გადაცემის დამუშავების და ამ გადაცემაზე მუშაობის დროს მე გავეცანი WHO-ს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს 90-90-ზე მონაცემების მიღწევას. კონკრეტულად ვაქცინაცია 90% ინდივიდებში, 70% მოცვა სკრინინგის, 90% ხელმისაწვდომობა და მკურნალობა ქალბატონების, მათ შორის კიბოს და კიბოს წინარე მდგომარეობებით. ჩვენ როგორ ვუერთდებით ამ, ესე ვთქვათ, საერთო გეგმას და რა არის საქართველოს სტრატეგია? 90-70-90 სწორედ ეს გახლავთ ჯანმოს ელიმინაციის პროგრამის მიზანი. როგორ მივდივართ სამწუხაროდ ძალიან ჩამორჩებით, მაგრამ ჩვენი სამიზნეც ეს არის და ვინაიდან მივუერთდა ქვეყანა ამ წამოწყებას, ჩვენი სამიზნეც გახლავთ 90-70-90-ზე. ამიტომ აუცილებელია, რომ ვაქცინაცია იყოს გოგონებში და ბიჭებში აუცილებლად ჩატარებული. ეხლა გვაქვს სადღაცა 13-15% გოგონებში და ბიჭებში უფრო ნაკლები კიდევ, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ორდოზიანი ვაქცინა გახლავთ და ყველა პედიატრმა, ყველა მშობელმა კარგად უნდა გაიგოს, რისთვის არის ეს ვაქცინაცია და რატომ არის გოგონებისთვისაც და ბიჭებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ქალბატონების და მამაკაცების რაც თაემატა ვთქვათ. სკრინინგს რაც შეეხება, როგორც გითხარით, გარკვეული აქციები ტარდება, მაგრამ მე მაინც ვიტყოდი, რომ ვერაფერს ვერ მივახცევთ თუ არ იქნა ადამიანების სამედიცინო მიმართულებით განათლება ამაღლებული. ამაში წვლილი აქვს, რა თქმა უნდა, პირველადი ჯანდაცვის თუ ჯანდაცვის სხვადასხვა დონის წარმომადგენლებს, სკრინინგის პროგრამებს, განმახორციელებელ ცენტრებს. აუცილებელია საკომუნიკაციო კამპანია, ყველა ადამიანთან უნდა მივიდეს ეს ინფორმაცია და ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც ვაქცინაცია, ასევე სკრინინგი და ასევე შემდეგ მკურნალობა იმისთვის, რომ აქამდე ავიდეთ. რა თქმა უნდა, როგორც ქალბატონმა ეთერმა აღნიშნა, ყველა დიაგნოსტირებული შემთხვევა შემდეგ ხდება ინდივიდუალურად მკურნალობის მიმართვა, ასე ვთქვათ, სკრინინგი არ გულისხმობს მკურნალობასაც, სკრინინგ ცენტრი შემდეგ გადაამისამართებს და საუკეთესო რეკომენდაციებს გაცემს. ანუ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში რეალური იქნება ეს ელიმინაცია. მე და ქალბატონი ეთერი მაკედონიაში გახლდით, ზორას პროგრამა ვნახეთ საუკეთესო მსოფლიოში, საშვილოსნოს სლოვენიაში ბოდიში. საუკეთესო საშვილოსნოს ყელის სკრინინგთან დაკავშირებით და იმათ ისეთი ციფრები აქვთ და ისეთი მაჩვენებლები, რომ ორივე ძალიან დამუხტულები ვართ, რომ ამ მიმართულებით ჩვენთანაც ძალიან ბევრი რამე გავაკეთოთ. თქვენი გზავნილი რა იქნება იმ ქალბატონებისთვის, რომელსაც ჯერ არ ჩაუტარებიათ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი? აუცილებლად ვაქცინირება გაუკეთონ საკუთარ შვილებს. მეორე ვეტყოდი, რომ სკრინინგი არის უმტკივნეულო, ძალიან ხანმოკლე პროცედურა, რომელიც ადრე გამოავლენს თუ კი რაიმე დაზიანება არსებობს ორგანიზმში, ან თუ კი
სხვა ვირუსი არსებობს ორგანიზმში და შემდეგ შესაბამისად მოხდება შემდგომი ინდივიდუალური სქემის, ასე ვთქვათ, განხილვა და ეს უმარტივესი საქციელი არის საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ოჯახის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მთელი ქვეყნის, ასე ვთქვათ, ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე ზრუნვა. საშვილოსნოს ყელის კიბო არის პრაქტიკულად ერთადერთი კიბო, რომლის პრევენციაც არის შესაძლებელი. პირდაპირი გაგებით, ასე ვთქვათ. იქიდან გამომდინარე, რომ გამომწვევი მიზეზი ცნობილია. ეს ძალიან ამარტივებს საქმეს, როდესაც ვიცით რა იწვევს კიბოს, ჩვენ შეგვიძლია მისი თავიდან აცილება. როგორც ვახსენეთ არაერთხელ პირველადი პრევენციით, რომელიც ვაქცინაციას გულისხმობს, მეორადი პრევენცია, ეს არის სკრინინგი და ადრეული გამოვლენა ნამდვილად ინარჩუნებს სიცოცხლებს და ცხოვრების ხარისხს. შეეშინდებათ გადადგან ეს ნაბიჯი თავიანთი და თავიანთი ოჯახის კეთილდღეობისთვის. ერთ დავამატებ, აი თუ 90, 70, 90-ზე მივაღწევთ საშვილოსნოს ყელის კიბო, ნამდვილად გახდება იშვიათი დაავადება ბევრ ქვეყანაში. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, თქვენი რეკომენდაციებისთვის, კიდევ ერთხელ ამ საკითხის უმნიშვნელოვანესი საკითხის წინ წამოწევისთვის. მადლობა, გისურვებთ ჯანმრთელობას.